კუნძულ სულავესის ჯუნგლებში კი ერთ-ერთი ყველაზე უჩვეულო არქეოლოგიური საიდუმლოა დამალული. მდინარე ბადამის ხეობაში მხარე ლორე ლინდუს ეროვნული პარკი გიგანტური დოქის მსგავსი ქვის ჭურჭლებით არის მოფენილი, რომლის წარმოშობა მეცნიერებს შორის დღემდე ცხარე კამათის მიზეზია. აღმოჩენის მასშტაბები უბრალოდ გამოუგნებელია. ეს 400-ზე მეტი მასიური ქვის კონტეინერია. ამასთან ზოგიერთი სიმაღლე 3.5 მეტრს აღწევს და 10 ტონამდე იწონის. ხოლო მსგავსი ობიექტის გადაადგილება, როგორც ამბობენ, თანამედროვე ტექნოლოგიებითაც კი ძალიან გაჭირდება ტყეში, მიუვალ ადგილზე. ჭურჭლის ზედაპირი რგოლის ფორმის ამობურცული ორნამენტებით არის გაფორმებული, ხოლო თამსახურებზე უცნაური არსებების გამოსახულებები. თითქოს ადამიანსა და ცხოველს შორის გარკვეული შუალედური ფორმებია ამოკვეთილი. ამის გარდა მასიური სახურავები რთული ჰერმეტული ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი. ჭურჭლების დაახლოებით 70%-ში ჟანგის კვალი აღმოჩნდა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ლითონის ელემენტებიც იყო გამოყენებული. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ღმერთები ამ ჭურჭელში წმინდა ლუდს ხარშავდნენ, თუმცა ეს ვერსია ძალიან საეჭვო ჟღერს. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ლაოსშიც აღმოაჩინეს მსგავსი ჭურჭელი და იქაურების თქმით, მას ძველად სხეულების დაშლისათვის, გაღწევისათვის იყენებდნენ. თანამედროვე გენურ ინჟინერიაშიც მსგავსი პროცესები გამოიყენება: ბიომასის დაშლა, დნმ-ის ფრაქციონირება, გათბობის და გაგრილების ციკლები. ისევ ჭურჭელს თუ დავუბრუნდებით, თითქმის ყველა არტეფაქტი დაბზარულია, რაც შესაძლოა ტემპერატურის უეცარი ცვლილებების შედეგი ან უძველესი გენეტიკური ექსპერიმენტების კვალი იყოს. ფლორიდის სანაპიროსთან საინტერესო აღმოჩენები გაკეთდა. ოკეანოლოგებმა და ატლანტიდის მკვლევრებმა 15 თასი აღმოაჩინეს, რომელიც მარჯნებით, ღრუბლებით და ზღვის ფაუნის სხვა წარმომადგენლების დიდი ფენით იყო დაფარული. ექსპერტები აღმოჩენების შესწავლას ცდილობდნენ, მაგრამ არტეფაქტების შეფასებაში სირთულეებს წააწყდნენ. პრობლემა ის იყო, რომ მათზე გამოსახული სიმბოლოები არცერთ ცნობილ ენას არ ეკუთვნოდა. თასები ასობით პროფესორმა, ისტორიკოსმა, არქეოლოგმა და სიძველეების ექსპერტებმა გამოიკვლია, მაგრამ ვერავინ შეძლო იმის ახსნა, ვინ და როდის შექმნა ისინი და როგორ აღმოჩნდა ფლორიდის სანაპიროზე. თითქმის 90 წელი გავიდა, ვიდრე არტეფაქტებამდე თანამედროვე სპეციალისტები მივიდნენ. აღმოჩნდა, რომ არტეფაქტების ასაკი 6.500 წელია. იმ დროს კი არც მაია და არც ოლმეკები ჯერ არ იყვნენ. აქ ისმის კითხვა, ვინ თუ არა ისინი? ანუ უცხოპლანეტელები? გამოიწერე კოდის YouTube არხი. ნახე უამრავი საინტერესო ვიდეო სხვადასხვა თემაზე.